ეხლა შენ თქვი რომ ბრენდი ძალიან პოპულარული გახდა ადამიანებისთვის. პოპულარული იმიტომ კი არ გახდა რომ მოდაში შემოვიდა, საჭიროება დადგა ამის, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის ეს ინდუსტრიული ერა ჩაბარდა ისტორიას და წარსულს, წამოვიდა ტექნოლოგიური საუკუნე, რომ სადაც არაფრის წარმოება არ უჭირს, ხო? აგერ ვინ წარმოიდგენდა მე-20 საუკუნეში მაგას კორეულმა მანქანამ Hyundai-მ, რომელიც სწორი სახელი ასეა, შეაზანზარა ეს ესტაბილის ბრენდებს რო ეძახიან, ხო? ამიტომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანს რჩება ასარჩევად მხოლოდ ერთი რამ ემოცია. ეხლა ცოტა ისეთი ასე ვთქვათ შინაურულ ენაზე რო ვილაპარაკოთ, რომელიც უფრო გაუსწორდა რა და რის ხარჯზე უსწორდება, ეს არის ემოცია, ვინ როგორი ტიპია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფერმა სხვათა შორის სეგმენტაციაც ააყირავა რა, ადამიანებს ბრენდები კი არ ირჩევენ ვერ ისინი გამოდიან ასპარეზზე, თავაზობენ რაღაცა ნაფიქრს, ეუბნებიან რომ მე აი ესეთი ვარ და შესაბამისად ვინც იდენტიფიცირებას აკეთებს საკუთარი თავის აი ბრენდთან, რაც მესამე განზომილება სულიერ. ო, რაღაცა ჩემიანია, უერთდება. შეერთება რას ნიშნავს? ყიდულობს, მე კიდე ყიდულობს და მე გიწევს რეკომენდაციას შენს, რომ